არა, მოდი ანა დამანახე ჯერ ამოცანა. აი, ეს არის ამოცანა. ეს 60 არის შიდა, მაგრამ ეს რა არის? და. აი, სასოთქოა. მე გაჯობეთ დედასკებიცები. როგორაც ტიპი. ძალიან კარგად მოდიხარ ცენტრში. დაახლოებით მესამე ნაკადის შემდეგ უკვე ვოცნებობდი, რომ ყველა ჯგუფი გამიცნო ერთმანეთისთვის. იმიტომ რომ მე მაგალითად, როდესაც ამ კურსებს ვიწყებდი ლიტერატურაში იგებისთვის, ნამდვილად არ მქონდა იმის მოლოდინი, ბავშვებზე მქონდა, მაგრამ უფროსებზე ნამდვილად არ მქონდა მოლოდინი, თუ ამდენი წევრი შემოუერთდებოდა წიგნის კლუბს. და რომ გავიდა უკვე პირველი ნაკადი, მეორე ნაკადი და მესამე ნაკადი რომ დადგა, უკვე იმდენი უნიკალური ბრწყინვალე და გამორჩეული ხალი მოგროვდა ჩემს სანაცნობოში, აღარავის ვამბობ შემდგომ ნაკადებზე, რომ ძალიან დიდი სურვილი გამოჩნდა ოდესმე ყველა ხალი შემეხვედრებინა და გამიცნო ერთმანეთისთვის. და ქალების მწერლობაში ძალიან რთული თემაა, იმიტომ რომ რეალურად ქალი მწერლობაში ჩნდება მე-18 საუკუნე. რა თქმა უნდა, ანტიკურ პერიოდს აღგვისმოთ, იმიტომ რომ ანტიკურობაში თლად მოწინავე ბაირაღი ეჭირა სამყოს ხო გახსოვთ და შემარცხენოთ. ყველაზე დიდი ბერძენი ლირიკოსი ხო გახსოვთ. მოკლედ ანტიკურობაში განსხვავებული მდგომარეობა იყო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის სხვანაირი კულტურა იყო, ხო? ყველაზე უფრო ცივილიზებული პერიოდი ალბათ ევროპის ისტორიის განმავლობაში, მაგრამ შემდგომ უკვე შუა საუკუნეების დადგომისთანავე მდგომარეობა შეიცვალა და ქალი ფაქტობრივად ქრება ლიტერატურული ასპარეზიდან. არა მხოლოდ ლიტერატურიდან, არამედ კულტურის ყველა სფეროში. ანუ იმ მოძრაობაში, რომელიც ითხოვდა მონობის გაუქმებას და შავკანიანების გათავისუფლებას. და ამ წიგნმა განარისხა სამხრეთის შტატები და ფაქტობრივად წარაეჭრა. მოიცა მარით აქეთ შუაში მოდი შედარებით. საუნეს ვეუბნებოდი, რომ ცხოვრებაში ერთადერთად მოგებული ის ორი ლარი. აი, ხედავ ეს პოინტია. კოლექცია შეემა. მე დავასწრებ. ცოტა წინდადები ეს არ ჩა. მაცა იყო დიდი მიღწევა რომ აქედან დავიკენ და ყველა სხვაგას ვამბობ. აი ძალიან გახარებული ვარ, იმიტომ რომ მოვიგე ცხოვრებაში პირველად პრიზი. მე მგონი, როგორც მახსოვს, რა ვიცი, ერთადერთჯერ მაქვს მოგებული მხოლოდ ის 2 ლარი გაგეცინებათ და ეს არის ბოქსი გერმანული აფთიაქისგან, Deutsche აფთიაქი არის ეგეთი ბათუმში და არა მარტო ბათუმში, საქართველოში. მერინა კაშიძემ გადმომცა საჩუქრად ბათუმელმა ბლოგერმა, რომელიც ამბასადორი არის ამ ბრენდის ჩვენთან და აბა ერთად ნახოთ რა დევს ყუთში. არც გამომიცვლია, როგორც უყავი წასული, ისე ვარ პირდაპირ იმდენად მაინტერესებს რა დევს ამ ყუთში. სამოვიდა მეტა ესე და გავხსენე ახლა ეს ზუქებია შიგნით რაღაცები გაფორმებები და ესეთი ბრენდული სამი ნივთი არის. ერთი არის პლაში,
კომპაქტ ბლაში აწერია. არ ვიცი რა ფერია. მეორე არის eyeshadow. თვალების ჩრდილები. და მესამე არის წითელი პომადა. soft matte ესე ქვია. ნახოთ, გავხსნათ. როგორია პარე. ნახეთ როგორ ლამაზი შეფუთვა აქვს. აგურის ფერი წითელი, ლამაზი წითელია, იცან. სურნელი არაჩვეულებრივი. ეს მაგნიტის შეფუთვით 419 rose აწერია ჩემო ბატონო. ნახეთ რა ლამაზია. ლამაზი pinky, ვაიმე რა ლამაზია. ნახეთ. ლამაზია. მართლა. უზომოდ ლამაზია. და უცებ ტელეფონიც მიჩნდება. უცებ ამასაც განახებთ. ხო არ გაიჩო. ამასაც ლამაზი შეფუთვა აქვს და ეს ბლაშია, ხო? ოკეი, ბლაშია და ძალიან პიგმენტური ჩანს, ესეც ვარდისფერ ფერშია. არ ვიცი აწერია თუ კი ბლაში არის, ნამდვილად ბლაში არის და აწერია რომ 8 საათიანი ხანგრძლივობა აქვს. არ ვიცი, ძალიან მაგარი. შეფუთვა აქვს ულამაზესი, უნაზესი და ძალიან საყვარელი. მაგრამ ძალიან გახარებული ვარ, რატო არ უნდა ვიყო ცხოვრებაში პირველად მოვიგე. და უზომოდ მიხარია. მადლობა მარის, მადლობა ჩემს წიგნის კლუბს, ჩემს უსაყვარლეს ადამიანებს. ფრანდელი საღამოსთვის რაღაც ნაწყვეტები გათაბიღე და ალბათ ჩავდებ ამ ვიდეოში. ნამდვილად სასიამოვნო იყო, დაუვიწყარი იყო და ძალიან ბევრი ქალი შეგვკრიბა დღეს მარინ და ეს იყო ნამდვილად გამორჩეული. ძალიან საჭიროა საერთო ინტერესების მქონე ქალების ერთად შეკრება, გაცნობა, დამოტივირება და მარინ დღეს ეს ყველაფერი ძალიან კარგად შეძლო. ახლოდან რომ განახოთ, ეს არის ბლაში, რომელსაც 8 საათიანი გამძლეობა აწერია. ეს არის ულამაზესი ვარდისფერი თვალის ჩრდილი და პომადა. ძალიან ლამაზია, მართლა ძალიან ლამაზი პომადა, საოცრად კარგი ფერია, საჩემო ფერია, გულწრფელად და ძალიან მიხარია. ზოგადად მოგება ყოველთვის სასიხარულოა და განსაკუთრებით მათთვის, ვინც იშვიათად იგებს. ისარი მომარტო განწყობა იელთიში. ტები, ყვავილები და გოგონები. ჩვენს დირექტორთან ერთად. ჩვენი ყვავილები და მისაოცი ბარათები. არა, ოფისში სარკე უნდა გავაკეთებინო. I love you. ინტოს ახლა აცხობენ თუ რა ზოგადად? ტოსტი რა, ალბათ ეხა ჩართეს ხომელი. ეს ცაცხალობენ თუ ტოსტი. მოიცადე მეც აჩკები. ანუ ამბობამ რუსულს იღებს. I have sunglasses as well. Over with you, love with you. Feel so true, feel so new.
ჩემი ცხოვრება. ჩემი ციკლული. რა საყვარელი არა. ჩემი ბუსუსუ. ბედნიერი დედიკოს საჭმელით. და ჩემი ყვავილები. მოცოცხლდნენ შოთა წყალში, ხო? კი, ძალიან გაიხანა მოვიზუნე. ჩემი საყვარელი სალატი. ჩამოვიდა ჩვენი ბებიების ბებია და დედების დედა. ია მაიტაცა ეს გამოთქვა, რა დაუწერე და მიძახის ბებიების ბებია როგორ არის და დედების დედა. ანა რატო გაგდედა საწყალი სახე რომ სპეციალურ ყვებას მიირთმა. გამომხედე. ისეთ გემრიელ რაღაცებს მიირთმა დროზე დამთავრდა. ჩემი შოთა ნეტარებაშია. დედიკოს საჭმელი ჭამა. დედიკოს მოეფერა. ორივე მარხვაზე არიან. ჩემი ქრისტიანები. ანა ყვებაზეა და არ შეიძლება მარხვაზე ყოფნა. გადაუღე ფოტო? ახალი ჩელენჯი დაიწყო, რომ ფოტო უნდა გადაუღოს მის ყვებას. ხოდე? და ნოუთებში უნდა შეინახოს. მიყვარხარ. ჩემი ყვავილებიც არიან მოწოდების სიმაღლეზე. ჩემი ძევს მან. კი, შენი შვაში დევს. ერთხელ. კი. და ბარათიც სადღაც შევინახე აგერ. ბარათიც აგელა. ეს ყველა ჯანსაღი იყო ჯან. აი.